მეც მიფიქრია, მაშინ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ყველგან იღებდნენ. იყო ველზე და იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. განრთულია, რომელიც შექმნილია და აქ უბრალოდ მოდელია გადმოღება აქ რეალობაზე მორგებული. ზუსტად ეგრეა. შიშის ფაქტორიც არის ესეთი. გლობალობის გაჩენა. ერთვენ მიეცა შეიძლება მარტივად ჩამოიშვა. საქართველო არის ახლოს, ძალიან ახლოს გადაჭრილი სოციალური ქსოვილი. ახენთვის მაქვს საჩუქარი. ვაუ, მაგარია! მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც თითქმის ყოველ მეორე დღეს ვატარებ. და დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, რომლის მოსმენაც ძალიან საჭირო იქნება თითოეული თქვენგანისათვის. სანამ ეპიზოდს დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩემი არხის სპონსორი არის HughCraft-ი, პოსტერები ინდივიდუალურად თქვენთვის, აქ გამოჩნდება Instagram გვერდები და დღეს ჩემი სტუმარი არის ქალბატონი ანა დოლიძე. ადამიანი, რომელთანაც ძალიან მინდოდა ამ საუბრის ჩაწერა და ძალიან დიდი მადლობა, ვიცი ახლა გამოჩვენა. ვიცი ახლა რა რთულ ვითარებაში ვიმყოფებით და გიწევთ მუშაობა და ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ რომ მოიცალეთ ჩვენთვის და პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ თან შეგვიძლია რომ ვისეირნოთ. პირველ რიგში არ ვიცი ხა ამ ტერიტორიაზე რომ გამოვდივარ, უკვე ყოველთვის რაღაცა მატრიგერებს, ფლეშბეკები მივტყავს ხოლმე. იმ წარე გამოცდილებები, ძიმე გამოცდილებებით, რაც წლების განმავლობაში აქ გამივლია ბევრ ადამიანთან ერთად. გაგვივლია ალბათ ძალიან ბევრს რა. ეს დარბევები, სისხლის ღრა, უბედურება, პირველი ალბათ გავრილოვის ღამე იყო, სადაც მართლა ჩემ თავზე ვიწვნია რაღაცა ომის ინსცენირებასავით იყო რა. ხალხი სისხლიან ეცემოდა და ამ პერიოდებში გავიაზრე რომ სამშობლოს განცდა და კარგი მოქალაქეობა ძალიან რთული რამეა. ძალიან რთული არ არის მარტივი რომ უბრალოდ დროშა აფრიალდა გიყვარდეს და განსაკუთრებულად ვაფასებ ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში. თქვენ ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ იმისათვის რომ ამ ველზე არსებობთ, იმიტომ რომ აი ჩემ პირად აზრს ვამბობ, თქვენი არსებობით ქართულ პოლიტიკაში და თქვენი მოქმედებით, თქვენი მუშაობით ქმნით რეალურ ალტერნატივას ადამიანისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ერთის მანკიერებასაც, მეორის მანკიერებასაც და ასარჩევი არა აქვს, ამ დროს თქვენ ხართ ველზე და შეუძლია ადამიანს რომ აგერჩიოთ თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მე მინდა მადლობა. კითხოთ ახლა კონკრეტულად მოგვიყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ რა თვალსაზრისით. მე ვფიქრობ რომ ერთადერთი ყოველთვის ყველაზე მკაფიო ფიგურა ხართ პოლიტიკურ სპექტრზე, რომელიც ერთ იმ სისხლიან სისტემასაც ებრძოდა თავდაუზოგავად და მეორე სისტემასაც ებრძვის. ანუ ამ ორივე უზარმაზარ სისტემასაც, რომელიც ყლაპავს, რომელიც აღჭობს, ასე ვთქვათ, თავისუფალ ხმას ამ ქვეყანაში, რომელსაც პირდაპირ მშობლების სისხლიანი სისტემები ერქვა და ქვია ამასაც, მე ესე აღვიქო. ამ სისტემასთან ბრძოლა არ არის მარტივი. და ავიც აი რო გაგვიზიაროთ, როგორ აკეთებდით ამას, როგორ ხდება, რა мотиваცია, რა შინაგანი ძალა, ახლა აქ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა შიში, არ არსებობს შიშის გარეშე ცხოვრება, არ არსებობს სირთულის გარეშე, არ არსებობს რაღაც როგორ ხდებოდა ეს თქვენ შემთხვევაში. მადლობა. ძელი კითხვა გამომივიდა, უბრალოდ მინდა რომ აი კონკრეტულად ამ თემაზე ვისაუბროთ, ეს ჩემი YouTube არხი სწორედ ამას ემსახურება და ეს რო გაგვიზიარო. ძალიან საინტერესოა. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ხო მეც რო გამოვიარე, ალბათ აი ნოემბრის დასაწყისში რაც ხდებოდა აქ რუსთაველზე, ამის გადატანა კიდე კაი ხანი დაგჭირდება, გადახარშვა. აი სასტიკი ძალადობა, რაც მოაწყოს რუსთაველზე მართლაც არაჰუმანური მოხობა. მაგრამ რუსთაველსთან შენი თქმის არ იყოს, ბევრი ასეთი აქვს ნანახი წლების განმავლობაში სამწუხარო. აღმოჩნდა რომ ჩვენ ძალიან მედეგი ხალხი ვართ და მე მინდა რომ რა ბევრი ვისაუბროთ ამაზე, რისგან შედგება ჩვენი მედეგობა და როგორ შეიძლება კიდევ უფრო მედეგი გავხდეთ. იმიტომ რომ როგორც ჩანს კი არა და ისტორიულად საქართველო ყოველთვის იყო ზუსტად ეგეთი საფრთხეების წინაშე. შეიძლება ნაკლები, ვთქვათ, სისასტიკით ხანდახან, მაგრამ ზოგადად იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეგეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, წიგნებიც არის ამაზე ბევრი. იმპერიის კიდეში, ხო? რამდენიმე იმპერიის კიდეში ვდებარეობდით ყოველთვის. და ყოველთვის იცვლიდა საქართველო გავლენის ქვეშ იყო. ხან ერთის, ხან მეორეს, აი ამ გეოპოლიტიკურ ეხლა რა სადაც ვართ, ხო?
გეოპოლიტიკურ ორომტრიალში აქ ვიყავით უკვე ბევრჯერ. ამ პირობებში მაშინ თავარი რაც ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანად ეს არის მედეგობის განვითარება. მაგრამ ახლა რომ დავიწყოთ როგორ მოვხვდი მე საერთოდ ამ საქმეში. მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, წავედი ჰოლანდიაში, მოვიგე სტიპენდია და წავედი ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ საუკეთესო და უძველეს უნივერსიტეტში ევროპაში სტიპენდიით სწავლობდი. ამ დროს მოხდა აქ ვარდების რევოლუცია. ეს არის 2003-2004 წლები. მაშინ მე მუშაობდი ჰააგაში, სწავლის დამთავრების შემდეგ, რახან კაი სტუდენტი ვიყავი, მუშაობდი ჰააგაში დავიწყო მუშაობა. აი საერთაშორისო სასამართლოს შენობა რომ იცის ყველა, მაიქ მუშაობდი ზუსტად. თანაშემწე ვიყავი მოსამართლის პარალეგალი ესე ქვია საერთაშორისო არბიტრაჟის. მაშინ იყო დავა ერიტრეასა და ეთიოპიას შორის, რომი იყო იქ და მე მოკლედ ოფიციალური არბიტრაჟი გაიმართა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, მე გულმა ვერ გამიცოლა. მიუხედავად იმისა, რომ აქეთ თეფშზე მელოდებოდა დაალაგებული ევროპული ცხოვრება, დავბრუნდი საქართველოში. დავბრუნდი საქართველოში და ამირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ. ჯერ მოადგილეთ, მერე თავმჯდომარედ. საია მაშინ იყო, როგორც მერე იყო ადგილი, სადაც იყო დებატები, სემინარები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, მოკლედ იყო იურისტისთვის და იურიდიული სტუდენტისთვის იყო ცხოვრება, რა ცხოვრებაც არ ჰქონდათ ესეულში მაშინ. თეორიის მიღმა, ასე ვთქვათ, ველზე მუშაობა. ველზე მუშაობა, კი და მთელი კოლეგები, მეგობრები, ძალიან კარგი ლექტორები, პრაქტიკოსები, რომლებიც მერე აღმოჩნდნენ ზოგი დიდი მოსამართლე, ზოგი პროკურორი და ასე შემდეგ. და საიას თავმჯდომარე რომ გავხდი, რეალურად მე ვგრძნობდი ესე, რომ მე მქონდა პასუხისგებლობა ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაში, რომ ადამიანის უფლებები და კანონი, აი ეს ორი საკითხი ყოფილიყო დაცული. თან ეს საიდან ბოდიში? ხო, კი. ეს 90-იანების იქიდან, მე კარგად არ მახსოვს, მაგრამ მოყოლილიდან რომ განუკითხავ სრული სიგნალიდან, უცებ გადმოხტარია და ფაქტობრივად ეს იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც ესე აქტიურად მუშაობდა უკვე რაღაცა ცოტა დალაგებაზე, ხო, ამ თვალსაზრისით. ანუ ალბათ ძალიან რთული იქნებოდა. ნამდვილად და მე ვფიქრობ, აი ეს არ არის ჩვენთვის ადვილი ზოგადად. ბევრი რამე ამ მიმართულებით ჩვენთან გვიჭირს ზუსტად ამიტომ, რომ 90-იანებში, ერთი მანამდე ის კანონი, რომელიც იყო საქართველოში, ჩვენი არ იყო. იმპერიული იყო ყოველთვის. და მე ამაზე წიგნიც მაქვს დაწერილი, ხო, პირველი სასამართლო, როდის აიწყო 1918 წელს. ძალიან კარგად ჩანს, რომ მანამდე ქართული საქართველოში სასამართლოები იყო რუსულად. და ქართველები არ დადიოდნენ სასამართლოში, იმიტომ რომ არ ესმოდათ სამართალწარმოების ენა. ამიტომ დიდი ხანია ჩვენები, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ახლა აქ ვიქნებით ხომ ძებთან, ითხოვდნენ ნაფიც მსაჯულებს. იმიტომ რომ ქართულად უნდათ სამართალწარმოები. და ჩვენ ბევრი პრობლემა კანონთან მიმართებაში იმიტომ გვაქვს ქართველებს, რომ ეს კანონი ყოველთვის იყოს, ანუ ჩვენი დემოკრატიული, ჩვენ რო ავირჩიეთ იმ ადამიანების მიერ მიღებული კი არ იყო იმ ხალხის მიერ მიღებული, რომელიც შენიანი არ იყო. ამიტომ ეს უცხო ენაზე მიდიოდა პროცესი. ხო. კი, ეგეთი არ კი. მაგაზე არ მიფიქრია. ხო, კი 100 წლების განმავლობაში. და ამიტომ იყო პარალელურად სივრცეები, სახალხო სასამართლოები, საოლქო სასამართლოები ხალხის მიერ. ვიღაცა რომ რაღაცას ჩაიდენდა იმაში თემში, თვითონ ხალხი ასამართლებდა იმას. იქ მისვლა არ უნდოდა რა. ხო და საიაში რომ ჩამოვედი, მაშინ მოხდა ვარდების რევოლუცია. მეც ეხლა წარმოიდგინეთ, ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. იყო ყველაფერი, კორუფცია, ჩაშვებულობა, უსამართლობა ყველგან. ჩაგვრა და რა თქმა უნდა მიხაროდა ცვლილება. მაგრამ ამ ცვლილების დასაწყისში ხო რაღაცა გადახვევა მოხდა ეგრევე 1 2 3. ხო და მე მაშინ ვთვლიდი მართლა რომ ერთ-ერთი ვისაც სულ რამდენიმე იყო ვისაც ეს პასუხისგებლობა ჰქონდა რომ დაეცვა ადამიანის უფლებები და კანონი და შესაბამისად მე მინდოდა რომ ეს პასუხისგებლობა შემესრულებინა. თქვენ სახელთან ან თქვენთან არის პირადად დაკავშირებული ეს გახმაურებული რთული საქმეები, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის ან დღეს
დღეს ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმთან გამოვლინებასთან რაც არის დაკავშირებული, რომ ეს იყო ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანის პირველი ასე ვთქვათ პრეცედენტები სწორედ თქვენ შექმნით და თქვენ ამხილეთ ეს სისტემა. აი ეხლა მოინტერესებს აი ეს შიშის ფენომენი როგორ ან იყო შიში, არ იყო ამასთან დაპირისპირების პერიოდში როგორ გზნობდით თავს, როგორ მუშაობდით, რა დამოკიდებულებით, რა განწყობა გაიძულებდათ, რომ აი ესე შეუპოვროთ ემუშაოთ ამ წინააღმდეგ. კი, ეგრე იყო. ანუ მაშინ ზუსტად მაშინ მოხდა ეს რამდენიმე საქმე და რეალურად მიდიოდა რეპრესიები. ხო. იცი რა არის? იმის მერე აი დავინახეთ, რომ ფუტლარი დარჩა წარსულში, მაგრამ თავარი მექანიზმი, ხერხემალი, რომლითაც მიდიოდა რეპრესიები, ის გაგრძელდა და დღესაც იგივეა. სამწუხაროდ, სასამართლო იქნება ეს თუ პროკურატურა თუ ადამიანების დევნა და თვალთვალი. სამწუხაროდ. მაშინ მოხდა ესე, რომ ჯერ იყო რამდენიმე საქმე, გირგვლიანის საქმე, რომელიც უბრალოდ როგორც ამბავი გავიგე მაშინ და მეგრევე წავედით ირინა ენუქიძესთან კეკელიძეზე. სახში ჯერ კიდევ ახალი აღმოჩენილი იყო სანდრო რო იყო მოკლული. მერე დაიწყო მთელი ჭორები, როგორც არის, მთელი მანქანა ამუშავდა და კი, აი მეც მიფიქრია, მაშინ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი სერიოზულად, იმიტომ რომ მაშინ აი ქუჩიდან მიჩვეული ვიყავი, ესე გამოვდიოდი ხოლმე და მხვდებოდა ეს მეთვალყურეობის მანქანა. სახლთან. მითვალ ჩაუვლიდი, ჩვეულებრივად აი გადაღება მეჩვენებოდა თუ მართლა რომ ყველგან იღებდნენ. იმიტომ რომ მართლაც ახლა მე გამოდიოდაო, მაშინ ოღონდ ოპოზიციის მიმართ ჩანაწერები და ასე შემდეგ. ანუ ვერ ვიყავი არსად დაცული. ერთადერთი რაც მამოძრავებდა მაშინ ეს არის რომ მე ვარ მართალი. ხო, ანუ ვერ გადამარწმუნა ვერავინ. თავიდან მოდიოდნენ მაშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მე მივდიოდი პარლამენტში დავდიოდი მაშინ, როდესაც კანონებს იღებდნენ, აი და არასწორ კანონებს როცა იღებდნენ, თუნდაც მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეხლა კიდე ყველა პოლიტიკაშია და ყველა მიცის ეგ ამბავი, რომ მაშინაც მართალი ვიყავი და ეხლაც მართალი ვარ. იმიტომ რომ მივდიოდი და ვეკამათებოდი ხოლმე ამ კანონებზე. ვერ მარწმუნებდნენ რომ არა ვარ მართალი. ანუ ეს იყო მე ვიცოდი რომ მე ვარ მართალი, აი ხა რასაც ვაკეთებ, ეს არის 100%-იანი და მე მგონი ეს იყო ჩემი მთავარი ძალა. ხო. ეგ არის აი ზუსტად ამ პოდკასტების და ამ საუბრების მიზანი არის ჩემი მიზანი არის რომ აი ადამიანებთან ჩემი შინაგანი მოთხოვნილება ყოველთვის იყო რომ აი ასეთ ადამიანებთან რომლებსაც ვხედავ რომ რაღაც დიდ ჭეშმარიტებას ემსახურებიან სხვადასხვა სფეროში მაინტერესებს რომ როგორ ხარ ესეთი როგორ აკეთებ რა ძალა გაკეთებინებს და ყველგან ვიღებ იგივე პასუხს რომ ეს არის სწორი ამას წყალი არ გაუვა აქ ვარ და სხვაგვარად არ ძალმიც და ჩემი თავი სადაც გამომიჭერია ამ მდგომარეობაში რომ ანუ მე აქ უნდა ვიყო ეხლა სხვანაირად არ შემიძლია თუ გინდა მომკლან ეგ არის ყველაზე აღმატებული და ამაღლებული მდგომარეობა ალბათ რა ადამიანისთვის რასაც შეიძლება რომ მიაღწიოს. შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები, იმიტომ რომ მე თქვენ ბრძანდებით საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პროფესორი. ხო? ხო. საქართველოში მეცნიერებაში ამ თვალსაზრისით როგორც ვიცი დიდად ესე ხალხანასავით არ მუშაობს, ხო ეს საქმე ამ ძალიან ერთეული ადამიანები. კი. ანუ საერთაშორისო სამართლის დოქტორი რომელიც და ასევე პროფესორი ბრძანდებით და ლექციებსაც კითხულობთ საერთაშორისო მასშტაბით. ეხლა მეორე კითხვა მაქვს. თუ ისეთ კითხვას გისმენთ, რა თქმა უნდა, არ ვიცი. ხო შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს 7 წყნარი ცხოვრება, მაღალი ანაზღაურება, არაჩვეულებრივი ცნობა, ტაში აპლოდისმენტები და ყურადღება და კარიერა. მაგრამ აქ ეხლა სადაც ყოველდღიურად მეც რომ დამასაჩუქრებს ქუჩაში დგომის გამო 5000 ლარიანი, ანუ მასობრივად რომ მიდის, ეხლა უკვე ფაქტობრივად ადამიანები ჩაგვრ. ამ პროცესში იყო პოლიტიკოსი, იყო ველზე და იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. ძალიან რთულია. ეს როგორ ხდება ეს ამბავი? აი ეხლაც იგივე აქ ვარ და სხვაგვარად არ ძალმიც არის? ხო. მანამდეც ესეთი კითხვა დასვიდა, მინდოდა ამაზე პასუხი, რომ შიშის საკითხი როგორი არის. ხო, იცი რა არის?
არავით არის სირც პირველ რიგში აქედან ალბათ უნდა განიმარტოს მე როგორც მჯერა რომ არ შეიძლება ადამიანს რაღაცის ეშინია ხო არ შეიძლება რომ ამ შიშის ცხვენებდეს იმიტომ რომ სუფთა ევოლუციური მოვლენაა შიში რომელიც ძალიან სწორ ფუნქციას ასრულებს და დარწმუნებული ვარ შენ კარგად იცი იცედაც ეს რომ არა შიში ჩვენ არ გვექნებოდა სიფრთხილე და ეხა აი აქ რომ გადავიდე მეშინია რომ გადავიდე გზაზე ხო სწორი ფუნქციაა იმიტომ რომ შიში იდეაში ეს ფუნქცია ჩვენ გვიცავს იმისგან რომ გავაკეთოთ სისულელეები და ჩვენი თავი ჩავაგდოთ საფრთხეში მაგრამ მეორეს მხრივ შესაბამისად მე ამას ვამბობ ხოლმე ყველაზე გამბედავი ადამიანი ამავე დროს არის ყველაზე მშიშარა ადამიანი ერთად არის ეს როგორ და იმიტომ რომ გამბედავი ადამიანი არ არის რომელსაც არ ეშინია ის არის ადამიანი რომელიც შიშებს ლახავს აი შენ ვიცი სხვა გადაცემებში ხო საუბრობ ამაზე არა თავიდანვე ანუ შიში არის სუფთა ადამიანი რომ ვითარცა უხორცო იმიტოა ნათქვამი რომ ადამიანურია შიში თუ შიში ხარ ესე იგი უხორცო ანუ ადამიანი არა ხარ ზეკაცი ხარ და ასე შემდეგ ხო და უბრალოდ უშიშარი ადამიანი არის პირი რომელიც მუდმივად ვარჯიშობს და შიშებს ლახავს ამიტომ მაგალითად ეხლა რომ თქვა რომ იმას რომ უკეტავ ეხლა მართლა შემიძლია გადავიდე და გადავდგე აქ მარტივად არა და კითხვა არის რომ რატო რა არ მეშინია არა როგორ არ მეშინია მეშინია უბრალოდ აი როგორც კუნთი არის ეს რომ კუნთი როგორ არის ვარჯიშობ ტკივა და ძლიერდება ხო შიშის ფაქტორიც არის ესეთი მუშაობ ყველა ჯერზე და იპყრობ რა იმ ტერიტორიას ან პირველ რიგში იწყება აღიარებით ალბათ საკუთარ თავთან შეცნობის ხო აი ხმა მაღლა რომ გამოვაჭენე გველების მეშინია მეთქი და დამცინოდნენ გველების როგორ გეშინიაო განსაკუთრებით ჩემი ოპერატორი ანუ ამ აღიარების გარეშე ვერ მივიდოდი ამის გადაჭრამდე გადაწყვეტამდე ეს არის ხო ალბათ ხო ყოველდღიური მუშაობა ყოველდღიური დამარცხება ეხლა შემდეგ უკვე ესე იგი ვთქვათ ის პირველი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი გავიარეთ და შემდეგ გადმოვდივართ აქეთ სადაც ყველაზე მთავარი ღერძი სადაც ადამიანმა შეიძლება რომ თავი დაცულად იგრძნოს ქვეყანაში პირველი რატომღაც სადაც ყველაზე მეტად მიჩუმათებული და ამას თვითონ ეს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ არის სასამართლო ადამიანს თუ არ შეუძლია რომ ჩემი სიმართლე დავიცვა მივიდე და ეხლა ორი მხარე და გავარკვიოთ სიმართლე და მე მქონდეს იმისი განცდა რომ ამას ეხლა ობიექტურად შეაფასებენ ამის გარეშე ფაქტობრივად ქვეყანა არ არსებობს ესე ვხედავ და ის რომ თურმე სასამართლოში კლანია თურმე იქ ორი სამი პიროვნება რუსი და ჩინჩალაძე ყურში რო გიდგას სახეზე რაც ვიცი რომ ვინ არიან მაგრამ ვიცით რომ სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის და უკვე ამას უკვე შედეგებად ვხედავთ პირველი იყავით თქვენ ვინც ამაზე საუბარი დაიწყო ამაზე რომ მოგვიყოთ კი ბატონო სიამოვნებით და დავიწყოთ იქიდან რომ ჩემთვის აი რაც წინა კითხვაში იკითხე ხო ჩემთვის ის რასაც ვაკეთებ აი ფიქრი რასაც ქვია ხო ანუ ლექციების კითხვა მარტო კითხვა ხო არ არის იმას ხო ფიქრი უნდა დამუშავება სტატიების წერა სხვა აუდიტორიასთან ურთიერთობა უცხოეთში და ეს საქმე თითქმის ერთი და იგივეა მოკლედ ერთი მთლიანის ნაწილია რატომ იმიტომ რომ ის საკითხები რასაც აქ ვაწყდებით ხო აი სასამართლო მაგალითად ეს საკითხები ჯერ ერთი ეს რუბიკი რომ შეადგინო ფიქრი უნდა მაგას ანუ რომ მიხვდე რა ხდება ხო უნდა გაიაზრო ანალიტიკა ხო უნდა მიხვდე რა ხდება ამისთვის მეხმარება ის მეორე პროფესია რომელიც ასევე ძალიან მიყვარს სხვა შემთხვევაში ზიხარ რაღაცა ჭადრაკის დაფაზე ზიხარ ზევიდან და ვერც მიხვდები ეს ფიგურები როგორ მოძრაობენ და ჩვენ გვინდა რომ თან შევძლო და მე ამიტომ ვცდილობ რომ გვერდიდანაც უყურებ რატო თან აქ რაც ხდება ეხლა არაფერი ისეთი არ არის რომ აი არ იყოს სადღაც ან ნაფიქრი ან ნატესტი ან გამოცდილი ეხლა აი მაგალითად სასამართლოზე ხო არაფორმალური მართლობა როგორც ასეთი ჩვენი მოგონილი არ არის ნეტა იყოს რამე ნოუ-ჰაუ ძალიან გამიხარდება არაფერი ნოუ-ჰაუ აქ არ ხდება იმიტომ რომ არაფორმალური მართლობა არის ეგეთი ფენომენი მათ შორის დამკვიდრებული არის რუსეთში ამაზე დაწერილია ბევრი წიგნები
და როდესაც აქ დაიწყო არაფორმალური მართლობა სასამართლოში. ანუ თან სხვა სტილით მართვა კლანისა, ადრე სხვა სტილით იყო და ეხლა სხვა სტილით მართვა. ჩემთვის საინტერესო იყო ზუსტად იმ მეორე ქუდიდანს გამომდინარე, როგორც მეცნიერი, რომ აბა ეხლა შევხედოთ რა ხდება, ვინ არიან, რა ტიპის ხალხია, როგორ იმართება. ხა მთავარი მექანიზმები, რომელიც კლასიკურად არის იქაც, ხო, კრემლში არის იწერება ამ არაფორმალურ მართლობას. აი დასაჩუქრება, ის რომ სისტემიდან ვერ წახვალ, თუ წახვალ ხმას ვერ ამოიღებ, თუ ამოიღებ დაისჯები. ანუ რაღაცა წესები რა. ანუ მართვის გარკვეული სეტაპი, რომლითაც იმართება დრაფტი რა. ხო, რომელიც შექმნილია და აქ უბრალოდ მოდელია გადმოღება აქ რეალობაზე მორგებული. ზუსტად ეგრეა. ხო და ამიტომ ეს ორივე ძალიან საინტერესოა და თან აქ თუ ნიშნულოვანია იგივე ძალიან თავიდანვე მივხვდი, როდესაც ეს ნაშრომი წავიკითხე. ეს არის გურიევი, რომელიც იყო ეკონომიკური მრჩეველი ადრეული პუტინის და რატომ ეძახი ამას, იმიტომ რომ გემახსოვრებათ, რომ ვლადიმერ პუტინი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ძალიან დადებითი განწყობები იყო დასავლეთში მის მიმართ, სხვათაშორის. ამბობდა, რომ ეს არის რეფორმატორი, რაღაც რეფორმებს გაატარებს და დანიშნა ეს მეცნიერი, რომელიც ახლა პარიზში მუშაობს. არა, პარიზში თუ ლონდონში, სადღაც რა, მოკლედ საერთაშორისო აღიარებული მეცნიერი, მას აქვს ნაშრომები საინფორმაციო ავტორიტარიზმზე. აი ჩვენ რაშიც ცხოვრობთ, ხო, მეგრევებთ, როგორც კი დავინახე და მივხვდებით, აი ეს კამერები, ეს პროპაგანდა, რაღაცა სისულელეები, არ ვიმეორებ ამ სიტყვებს, იმიტომ რომ ვიცი რომ პროპაგანდის ნაწილია. ვითაც ტერმინი ტბორავენ. ყოველდღე რაღაცა სისულელეს რო იძახიან, რომ ამბობენ, ამას ქვია დატბორვა. ჩვენი საინფორმაციო ველის. ამის ამოცანა არის რა, რომ ჩვენ გამოგიყვანოს წყობილები. ვერ გაიგო რა ხდება და გადაიტვირთო. გადაიღალო და გაანებო ყველაფერს თავი. რაღაც ინფორმაციული დიდი ნაკადი მოდის ნაგვის ასე თქვა, აბსურდის თეატრი არის. აბსურდის ეს ნაგავის დღეში 5 რაღაცა სისულელე, ოღონდ კლასიკაა ეს, ამას არ მოუგონია. აქ არავის არ მოუგონია. და დაწერილი ამას. ეს არის საინფორმაციო ავტორიტარიზმი. ანუ ეს არის ავტორიტარიზმი, რომელიც ეყრდნობა კი საერთოდ აქვს, წყლის ჭავლის მანქანაც აქვს, მესთან გდდ ხავს ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის საინფორმაციო ინსტრუმენტები. და ეს არის რა, მოკლედ ეს ნიშნულოვანია ამ რაღაცების ცოდნა, რომ მე აქ უფრო კარგად გამოიყენო ამასთან და სისტემასთან დაპირისპირებისთვის. ბოლო პერიოდებში განსაკუთრებულად ბევრმა ადამიანმა, ანუ მანამდე ხა ჯორჯ ორუელის 1984 და მისი თითქმის იდენტური ცხოველების ფერმა, ჯერ ცხოველების ფერმა დაუწერია, მე როგორც გავეცანი მის ბიოგრაფიას და მიხვდა რომ რაღაცა პროპაგანდის იმასთან მე გადმოიტანა უკვე ადამიანებზე. ამ წიგნს უკვე ბევრი ადამიანი გაიცნო, ბევრმა დაიწყო საუბარი, რომ ძალიან გავს ეს ყველაფერი ჯორჯ ორუელის აღწერილ რეალობას, იმенно თქონდა იმ აქვე დისტოპიურ რეალობას, ანტიუტოპიურ რაღაც. ესე იგი ტოტალიტარიზმი როგორ ყალიბდება ქვეყანაში? ნელ-ნელა ეტაპობრივად და როგორ მტკიცდება და როგორ იდგავს ფესვებს. ჯორჯ ორუელის მე სხვა წიგნებიც მაქვს საკითხული. დაეიშ რეალოს ასპედისტრამ და პატივი კატალონიას და ასე შემდეგ. და ყველგან აქვს ერთი ხელწერა მაგაც. როგორც ანალიტიკოსი, როგორც აღმწერი, როგორც ფიქშენ დრამატურგი მწერალი არის იდეალური, მაგრამ ძალიან ცუდი ტიპია, იმიტომ რომ კრიზისი შექმნა ადამიანური ტრაგედიების, აი ჩავიდა სიღრმეებში რომ გაწირებს და დაამთავრა წიგნი. გამოსავალი მორჩა. გამოსავალი დადექნა შენთან იპოვეო და ეს არის ურთულესი, ეხლა, ანუ არც ცხოველების ფერმაში და არც იმაში არ დაუმთავრებია, რომ ეხლა როგორ უნდა დაანგრიოს ტოტალიტარიზმი და ხალხის მმართველობა, ისე როგორ უნდა დაბრუნდეს. მას არ დაუწერია. ესეთი კითხვა მაქვს. რა გეცნობათ? რა არის? აი როგორ ესე ჩამოვაყალიბებ? ეს ხო შემთხვევითი არ არის ეს პირველი პირები, ეგრეთ წოდებული თვითაღიარებული პირველი პირები, რასაც მეტყოლებენ, რასაც ამბობენ. ეს ხო მათი შემთხვევითი წამოწმენები არ არის, ეს ხო არის წინასწარ დამუშავებული ცალსახად დახვეწილი პროპაგანდის შაბლონები, message box-ი, რომელიც სადღაც იწერება. რომელ ხელწერას გავს, როგორ მუშაობს, როგორ ახერხებენ და როგორ ცდილობენ საზოგადოებაში აი ამ შიშის და ამ ნიჰილიზმის იმ დონეზე გაღვივებას, რომ ამ ქვეყნიდან გავიქცეთ ან დავნებოთ. აი რა ხდება ეს მექანიზმები რომ გაგვიშალოთ და თქვენი რა თქმა უნდა სამეცნიერო გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე ეს რომ ჩავშალოთ, ხო. ჯერ ამას ვიზიარებ თავიდან ბოლომდე, რომ
აი რაც ორველზე მოყევი. ადრე იმიტომ რომ უსაფრთხო არ არის ჩვენი ცხოვრება, ხო და საფრთხე გვემუქრება ყველა კუთხე კონჭოლიდან. რა ვიცი, ავარია, შუშა გადმოვარდა, რაღაც დაკეტილი არ იყო ჭა, ხო? მაგრამ დავწერე ესეთი ბლოგი სიკვდილით სავსე ქალაქი. ძალიან ესეთი შავი, ძალიან მძიმე და მახსოვს. ხო, ძალიან ბევრი გამიბრაზდა რომ იქ არ იყო გამოსავალი რა. იქ იყო უბრალოდ შავი აღწერა რეალობის და რეალურად კარს იმიტატოვებ ღიას რომ მე გამოსავალი ბევრნაირი შეიძლება იყოს და თან წერლის ფუნქცია საერთოდ არ არის. პოლიტიკოსის ფუნქცია არის. ანუ პოლიტიკოსის ფუნქცია, როდესაც პოლიტიკოსი ხარ ეხლა, ხო, მაშინ იმან უნდა შემოგთავაზოს, თუ ხედავ რაღაცას, პოლიცია, ანუ პოლიტიკა უნდა შემოგთავაზოს. აი ხა დავიწყოთ ამ თემიდან. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ, რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა ბევრი წლების განმავლობაში. და რაც არის რაღაცა ექსტრაორდინალური და განსაკუთრებული და განსაკუთრებულად ჭკვიანი. ანუ ეს მეთოდები ინტერნეტშიც არის. შეგიძლიათ, კი, ძალიან ბევრი ძველი სახელმძღვანელო კგბ-სიც და სადაზვერვო სამსახურების არის გამოდებული ინტერნეტში, ინგლისურად, რუსულად შეგიძლიათ ნახოთ და ანუ ეს მეთოდები მნიშვნელოვანია რომ აღვიქვათ რეალურად რომ ჩვენ არ აგვაქვს საქმე რაღაც ისეთ უზარმაზარ განუზომელ ძალასთან რაღაცა სასწავლო ალგორითმულ რაღაც ბიძიასთან როგორც თვითონ იქმნიან ამ ამომარცხებლობის მითებს და ამ მითს კი უბრალოდ ნახეთ შეიძლება ვიღაცას უფრო მეტი შეხება კონდეს ინფორმაციასთან და ეს მეთოდები არის კლასიკური მეთოდები. აი თუნდაც ის რაც მე მოვყევი, დეზორიენტაცია, ხო, ადამიანების დაბნევა. აი იმდენი ინფორმაციის გადმოგდება, რომ ტყუილი სად არის, მართალი სად არის ვერ გაიგონ. მე კლასიკური რაც კეთდება ეხა ევროპაში, რასაც აკეთებს რუსეთი. ეს არის უნდობლობის გაჩენა. ანუ სისტემის მიმართ. კლასიკური ევროპული დემოკრატიული, იქ ხო დემოკრატიული ჩამოყალიბებული ინსტიტუტებია, ხო? სასამართლო არის, პოლიტიკური პარტიები არის, ეს მუშაობს საუკუნეებია. ახლა ნახეთ, ყოველთვის მთავარი იარაღი რა არის? ის კი არა, რომ დემოკრატიულ სისტემაში მთავარი იარაღია რა? მე უკეთესი ვარ ვიდრე შენ, ანუ მე უნდა ამირჩიო. ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია. შენ გაარემონტე 100 სკოლა, მე 150. შენ დროს ხელფასი იყო 12 ევრო საათში, ჩემ დროს 14 ევრო საათში. ამაში ეჯიბრება დემოკრატიაში ერთმანეთს. ძალები. ეხლა ამათი იარაღი არის უნდობლობის გაჩენა. ანუ არავინ კარგი არ არის. მაშინ მე დავრჩები. ესე იგი ავიღოთ, აი პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებაც, ხო? ჭორების დაგდება, საინფორმაციო ეჭვის გაჩენა ინფორმაციის მეშვეობით. აი ეს ყველაფერი არის ამის ნაკრები, რომ არავინ კარგი არ არის, ალტერნატივა არ არის და მოდი ამ ცუდებს შორის, მოდი მაშინ მე ვიქნებ. ეს არის როგორც მართვის ერთ-ერთი კლასიკური მექანიზმი. ანუ ესე იგი თუ დასავლურ სახელმწიფოებში მაგალითად პოლიტიკური ჯგუფი მუშაობს იმაზე რომ ადამიანებს ის უყვარდეს, ანუ ადამიანები ფიქრობენ რომ აი ეს არის ჩემთვის ფავორიტი გუნდია და ამას აურჩი. აქ საერთოდ არ ცდილობს ოცნება რომ ვინმეს მოწონდეს, არც აინტერესებს. ანუ უბრალოდ უკეთესი უმჯობესია რომ ვიღაცები უფრო მეტად არ მოწონდეს. ან ცუდის და უარესი სცენარი დახატოს, სადაც უბრალოდ ცუდი იქნება თვითონ, მაგრამ ბევრი იქნება, ყველა იქნება უარესი. ზუსტად და ანუ არ აინტერესებს პატივმოყვარეული რაღაცები არა აქვს, ანუ თუ ეს უფრო მუშაობს. არა, ეს არის არჩეული, ნახეთ, იმ სცენარისთვის, რა სცენარიც ზოგადად ჭირდება იმპერიას. რატო? იმიტომ რომ იმპერიას არ ჭირდება, რომ აქ შენ კარგად გაცხოვროს. ხო? თუ ამოცანა იქნებოდა, რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთ, მაშინ მართლა უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს, რომ აგერ სკოლა რო არ არის გარემონტებული და უბედურ დღეში რო არის, შეეჯიბროს მეორე ძალა, რომელიც იტყოდა, რომ აი მე უფრო ჩქარა გავარემონტებ, ხელფასებს მოგიმატებ რაღაც. მაგრამ ამ იმპერიული პოლიტიკის პრობლემაც ზუსტად ეგ არის. მე ვამბობ, ნახეთ, იმპერიული პოლიტიკის მიუღებლობას აქვს ორი ნაწილი. ერთი კულტურული, ხო? არ გვინდა რუსულად ლაპარაკი, ხო, არ გვინდა დროშა, არ გვინდა ასე. ესა ეთნიკური, ასე შემდეგ კულტურული. მეორე
საკითხი, რომელიც ეხება კეთილდღეობას. სუფთა პრაგმატული კი, ხო, აი სუფთა პრაგმატული ვიცხოვრებ თუ არა მე უკეთესად. ხო. აი, როდესაც ჩვენ მივდივართ ევროკავშირში, ხო ესე ვწყვეთ. ერთი კულტურულია, მეორე კეთილდღეობას ვუსმენთ. რომ აი ამ პირობებში, ამ კონტრაქტში, რომელიც ჩვენ გვექნება ევროკავშირთან, ჩვენ ვიცხოვრებთ უკეთესად. ხო ესეა? ამ სიტუაციაში იმპერიას ამოცანა არ აქვს, რომ შენ უკეთესად იცხოვრო. არანაირად. იმპერიას ამოცანა აქვს, რომ ჩაქტოვოს აი იმ სიღარიბეში, იმას შეუძლებლობაში, უსუსურობის შეგრძნებაში. ანუ ესე იგი მე მგონია ხოლმე ეს რაღაცას ვფიქრობ რა. ეს ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ აღშფოთება მიპყრობს ხოლმე საშინელი რომ აი ეროვნული კურსი კაი არა, წყალებში კაი, ეროვნულ კურსს ცვლი დასავლეთისგან გადახვევა ამბობ 2030-ში ჩემიც შევალ და არ მაინტერესებს ეს. ძალაუფლების შენარჩუნება გინდა სამუდამოდ დარჩა ხელისუფლებაში. ბიჭო, შედალოცვილო, შეკაი ოჯახიშვილო, ის მეწყერი რო ჩამოწვა. იმ ოჯახებს მაინც მიხედე. ის პოლიციელი ხო გჭირდება, ის პოლიციელი ხო გიცავს, არა, იმას მაინც გაუზარდე ხელფას. იმ ჯარისკაცს მაინც შეუქმენი უკეთესი პირობები. იმ რა ვიცი, სოციალურად დაუცველი ცხოვრება გააუმჯობესე, ბოლო-ბოლო ქუჩაში ბებიები რო შეხედან რაღაცა ერთი როგორ უნდა აუშენო. ანუ შენ თუ ხელისუფლება გინდა რომ შეინარჩუნო სამუდამოდ და მე შენი შვილი და შვილთაშვილი გყავდეს, ხო? ამას ხო გადახდა უნდა. ეს მაინც გადაიხადე რომ ხალხი რო კარგად ცხოვრობდეს და მშიერი არ იყოს ყველა მესამე და მეოთხე ბავშვი. ამის მოხერხება ხო მაინც შეუძლია და ამაზე ვშფოთდები ხოლმე რომ რატო არ აკეთებენ და ეს არის მიზეზი რომ სპეციალურად არ აკეთებენ. კი, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. ავტორიტარიზმი არის ბევრნაირი. არის ავტორიტარიზმი, აი სინგაპური. ავიღოთ ძველი სინგაპური, ხო? რომელიც მიზანმიმართული იყო განვითარებაზე და ესე ხალხურად რო ვთქვათ, განვითარების პერიოდში მოუჭირა, ხო? ანუ ცოტა გამოხატვის თავისუფლება რაღაცები შეზღუდა. მაგრამ ამოცანა იგივე ავიღოთ სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეამ ყავდა ავტორიტარი მართველი, პარკსი, მაგრამ ამასობაში მან სამხრეთ კორეა გადააქცია ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ინდუსტრიულ ქვეყნად. ჩილეზე მახსენდება რაღაც მსგავს. დიახ, კი ბატონო, პინოშეტი ჩილე. მაგრამ ეს სხვა ავტორიტარიზმია. ჩვენ ფაქტია, ანუ ეს ამასთან არ გვაქვს შეხება ფაქტია. ჩვენ გვაქვს შეხება იმპერიულ იმისთვის რომ ვიყოთ იმპერიის დაქვემდებარებაში, ავტორიტარიზმი, ანუ უფლებების შეზღუდვა არის იარაღი. და საბოლოო ამოცანა არის, რომ საქართველო არ შეიძლება რომ ფეხზე დადგეს. და ყველაზე კარგი მაგალითი აქ მე მაქვს, აი რაც უკეთებს წლების განმავლობაში რუსეთი აფხაზეთს. აი რა თუნდა ამ პატარა ტერიტორიას ძალიან ცოტა რამე ჭირდება, რომ იყოს რაღაცა აყვავებული, წყინვალე, ოაზისი, აი ზუსტად ოაზისი, ხო, წალკოტი. მაგრამ რა არ შეუძლია რუსეთს ეს როგორ არ შეუძლია ერთი ოლიგარქის ფული ეყოფა ამას ყველაფერს, ხო? საშინელებაა. ძალიან ემოციური არის აი ამებზე საუბარი, რომ ადამიანების ჯგუფი შეიძლება ასეთი ბოროტი იყოს. ანუ ხელისუფლების შესანარჩუნებლად პირადი კეთილდღეობისთვის უკვე აქ ხო პოლიტიკასაც ცდება, ეს ხო უკვე ადამიანურში ჩადის, რომ როგორ შეიძლება თხრილში ერთ დღეს მე ერთი ჩავარდეს ბავშვი, მე მეორე დღეს მეორე ჩავარდეს, მესამე მეორე ეგეთია მანქანიდან მეტეხიდა რამდენს ერთ კვირაში სამი მანქანა გადავარდა. როგორ ვერ უნდა მოაწესრიგო, ხო? ანუ ესენი სპეციალურად არ აკეთებენ. კი, ქვეყანა არის მიშვებული, ესე იგი მეტეხზე რაც მოხდა ბოლო-ბოლო უცნების მომხრე რაღაც სელებრიტებსაც მოუწიათ ხმის ამოღება, იმიტომ რომ იცი რა არის, ყველამ უნდა გაიაზროს, იმათაც, ამათაც ყველას მომხრეებმა, რომ აი ეს თხრილი იქნება თუ პარკში ლურსმანი, თუ ნარკოტიკი დაგდებული ქუჩაში, თუ აი ეს უსაფრთხოება ქუჩაში, ის ხო არ არჩევს შენ ვინ ახარ და ვისი მომხრე ხარ, ხო? მე მგონი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა მხარემ გაიაზროს. ზუსტად რომ ჩვენ რჩებით აი ამ ელემენტარული რაღაცების გარეშე. ხო, საბოლოო ჯამში ადამიანს უბრალოდ შინაგანი მორალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რომ მასაც შეეხება ეს ყველაფერი, მის ოჯახსაც შეეხება. რა ვიცი, ნარკოპოლიტიკა მაგალითად უკონტროლ. ვინ არის დაზღვეული, რომ მისი შვილი რო გახდება 18-20 წლის? ბატონო, რა კლუბში არ მიმებს წასვლას და იქ ხო. ნუ აქ ხო მარიხუანაზე მიდის ესე იგი, ამ სუბუქ ნარკოტიკზე მიდის, რომ ესეც გამოიყენონ ალბათ პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მაგრამ ის რაც მართლა რეალურად ადამიანებს ხოცავს, ის უკონტროლოთ. ზუსტად.
ეს ახლა რატო ემოციებში შევედი, იმიტომ რომ ცირა არის შეიძლება მოგწონდეს იყო ნაციონალი მიშა სააკაშვილი გიყვარდეს ბიძინა გიყვარს იმიტომ რომ რაღაც აყვავა სამება აშენა გიყვარდეს კი ბატონო გიყვარს ვიღაცა მაგრამ რეალურად ხო უნდა შეხედო რომ ეს ახლა რაც ხდება შენი ქვეყნის განვითარებას ემსახურება თუ არ ემსახურება საბოლოო ჯამში ამათ წითლები მენთება არ ვიცი აქ რამდენჯერ მოვყევით უკვე აღარც ვეთვლი დუბინკით და წიხლით ადამიანის ცემა ბავშვს რა შენი თანამოქალაქეს 17 წლის ბავშვების დაკავება მე 20 წლის რა ამშობ ასაკს ამშობობა თავის გაჩეჩქვა ქუჩაში ეც რა მაინტერესებს შემდეგ კითხვაზე მივედი ლოგიკურად ჩემს ბოლო კითხვაზე რომელიც მომზადებული მქონდა ეხლა ისე წავედით დინამიურად რომ ძალიან ექსპონტანურად მოვიდა ეს ყველაფერი სასაუბრო მე მაინტერესებს დარწმუნებული ვარ რომ ოლიგარქატს მარტო ბიზნეს არ ეხება და ვიღაც ფიგურებს ზოგადად ოლიგარქი რომელსაც აი ამ ტიპის ტოტალიტარული მართლობა აქვს ჩანაფიქრში და ჯერჯერობით არ გამოსდის ახლა იმიტომ რომ ყოველდღე ქუჩაში ხალხი რო ვიკრიბებით ეგ არ არის ესე იგი ანუ ჩანაფიქრში აქვს ამისკენ მიდის ყველა ძალები და ყველაფერზე წამსვლელი შანსი არის რაღაცის არეშინოდეს რაღაცა ძალიან დიდის არეშინოდეს ოღონ მე პირადად ვერ ხვდები ეს არის პირადი ფინანსების დაკარგვა ეს არის ძალაუფლების დაკარგვა ეს არის ხალხი რა შეიძლება იყოს ვისი შეიძლება გარეძალები მართავ ანუ რა შეიძლება იყოს აი თქვენი აზრით თავარი აი ტოპ 3 შიში რო ჩამოვთვალოთ რაც ზაფრავს ადამიანს რა შოქში აგდებს და რაც მართლა შეიძლება რომ დაამარცხოს და საბოლოოდ საზოგადოებამ ყველამ ერთად იმის ამორჩეულმა და ამის ამორჩეულმა ყველამ ერთად იკოცხოვოს უკეთეს ქვეყანაში რა შეიძლება იყოს ეს ძალიან კაი კითხვა. ვერ შევაპარაკო, უბრალოდ მინდა რომ ისე სპეციფიურად ჩავშალო კითხვა, რომ ზუსტად შეძლოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც დავითი და გოლიათის შერკინებაში, ხო? კარგად არის ახსნილი ეს მითი, რომ როგორ გამოიგო, გაიმარჯვა დავითმა გოლიათზე. ის ხო ბევრად უფრო ძლიერი იყო. როგორ და მან უპოვა სუსტი წერტილი სადღაც ქონდა სუსტი ხედველობის არე, სადაც რა ადგილასაც დავითი მას დაუპირისპირდა. ფიზიკურად. ესე არის ახსნილი ეს მითი. ანუ ჩვენ გვჭირდება ასე პირდაპირ შერკინებაში იმ რეჟიმთან, რომელსაც აქვს ტექნოლოგია, რომელსაც აქვს უშუალოდ შიშველი ძალა. მეტი არაფერი არ აქვს, ხო? მასთან დაპირისპირება რთულია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ როგორც დავითი და გოლიათის პრინციპით, რომ შევხედოთ, სად აქვს ამ რეჟიმს სუსტი მხარეები. აი ხა, რო დავფიქრდეთ, გამაგრდნენ აქ რუსთაველზე. დაგვიმონტაჟეს რაღაც 500 კამერა. მაგრამ რუსთაველი არის მარტო პროტესტის ადგილი, ხვალ რო პროტესტმა გადაინაცვლოს სხვაგან. ეს კამერები უნდა მოხსნან და ანუ ხო ხდებით რის თქმა მინდა. აი გმირთა მოედანზე რო იყო მარში, გამორჩათ და მეორე დღეს იქაც დაიწყეს კამერების დამონტაჟება სახის. ანუ კამერებს დაამონტაჟებენ, მაგრამ ჩვენ მერე ვუჩივლებთ. მერე სასამართლოში ვუჩივლებთ, მერე საერთაშორისო ის მოვა. ეს არის ერთი პატარა სივრცე, რომელშიც ისინი ცდილობენ რაღაც კონტროლი დაამყარონ. ეხლა მთავარი, რა არის ავტორიტარული რეჟიმის არსი? ნახეთ, ყველა მიცის თვითონაც ძალიან კარგად იციან. წესების აღსრულება ნებისმიერ საზოგადოებაში 90%-ის შემთხვევაში ხდება ნებაყოფლობით. დანარჩენი 10%-ისთვის არსებობს სახელმწიფო აპარატი, სადამსჯელო აპარატი, პოლიცია და ასე შემდეგ. აი მაგალითად, ხო, ქუჩაში მიდის ახალს აჯარებებენ, იმიტომ რომ რაღაცა წესებს არ ღვევენ. მანქანებს, ხო. იმას ხო რაღაცა იძულებითი აღსრულება უმეტესობას არ ჭირდება. უმეტესობას ადამიანები იხდიან ნებაყოფლობით. რატომ? იმის უკან არსებობს წარმოდგენა, გაგება, ფასეულობები, რომ მე ვარ მოქალაქე, აი აქ ცხოვრობ და აი ამ სისტემის ნაწილი ვარ. ანუ ბოდიში ქუჩაში ნაგავს, იმიტომ კი არ ყური რომ აკრძალულია, იმიტომ რომ შინაგანი კულტურა მაქვს, ამას არ ხო და რაღაც გაგება მაქვს, რაღაც ფასეულობა მაქვს და ის ადამიანი, რომელიც ყრის, სინამდვილეში რომ დაუკვირდე, ის გამონაკლისია, რომელსაც მერე კი ბატონო ჭირდება აღსრულება. და ეს აპარატი. სასამართლოსაც ცნობილია, ხო, სასამართლო გადაწყვეტილების უმეტესობა ჩვეულებრივად აღსრულდება. და პატარა ნაწილი არ აღსრულდება და იმას ჭირდება უკვე სახელმწიფო ბიუროკრატია. ეხლა ნახეთ, ავტორიტარიზმში, საიდანაც აი უფრო ისეთ გარდამავალ ავტორიტარიზმში, სადაც ჩვენ ახლა ვართ, არაფერი ასეთი ფასეულობა დარჩენილი არ არის. ხო?
არავითარი ერთგულება, ლოიალობა ჩვენ სისტემის მიმართ არ აქვს. როგორ შეიძლება შენ კონდეს, როდესაც გუშინ დაინახე, რომ დაასისხლიანეს და პატარა ბავშვები ჩასვეს ციხეში, რომლებიც ეხლა ყავთ. გულანთებული. აი მართლა ბავშვები, რომლებიც დროშებით გაიზარდნენ. ვერავითარი ერთგულება ამის მიმართ ვერ გექნება. უსჯიან იმას აქვია 9 წელს და 6 წელს. ხო, და ემუქრებიან, რომ მომავალს წაართმევენ. ეხლა ნახეთ რა შეესაქმნა. ამიტომ ავტორიტარიზმმა იცის, რომ იმისთვის, რომ მან დაიკავოს წესრიგი, ბევრად მეტი ძალა ჭირდება. მაგრამ აქ არის ესეთი გაჭედვა. და სუქცვანგი, ანუ კაი თამაში რო არა აქვს ჭადრაკში ეგეთი ტერმინია. არა აქვს მოწინააღმდეგეს კაი თამაში. რატომ? და წავიდეთ ისტორიაში. პირდაპირ წერია რუსულ წყაროებში კავკასიის მმართველობის შესახებ, რომ როდესაც აქ იყო რეპრესიული მმართველობა, მეფის ნაცვლებზე არის ნაშრომები, ბევრად მეტი პრობლემები ჰქონდა რეპრესიულ მმართველობას, ვიდრე რბილ მმართველობას. აი ვორონცოვზე რო არის, რა ქვია, ვორონცოვის აგერ მოედანი ერქვა აქ და რაღაც. ქართველებთან ისევე ქართული წარმოსობის მეფის ნაცვლები, როდესაც იყვნენ, რომლებიც მართავდნენ, იმიტომ რომ ესმოდათ, რომ ქართველებზე არ შეიძლება მუშტის და იმის გამოყენება, რა ქვია, სახრის გამოყენება ხშირად. ისინი უფრო იმაშვებოდნენ, რა ქვია, უფრო მართავდნენ, ვიდრე როდესაც დაგვინიშნავდნენ მეფის ნაცვალს, რომელიც აგრესიული. კი, პირდაპირ წერს, აი სერგეი ვიტერ, ეს იყო ბევრი მაქვს მოყოლილი ამაზე, ხო? საქართველოში დაბადებული 16 წლამდე გაზრდილი, აი აგერ ცხოვრობდა ეს კაცი, პირველი პრემიერ-მინისტრი რუსეთის იმპერიის. ოკეი. ხო, პირდაპირ ის წერს. საქართველები რანაირად არიან ამ დიდი. ეს ხო, ქართველი არ იყო, მაგრამ აქ იყო გაზრდილი. მაგალითად ხათაშორის უწერია, რომ ყველა პირი, რომელმაც ცხენოსნობა ისწავლა საქართველოში, იყო საუკეთესო ცხენოსანი რუსეთში. იმიტომ რომ აქ იყო ისეთი ცხენოსნობა, ისეთი კლასის და ისეთი სტილის, რომ მე ის უსწრებდა, როდესაც ისინი რუსეთში ბრუნდებოდნენ და მას აქვს ნათქვამი, რომ შეცდომაა და ეს კარგად იციან რუსებმა. რეპრესიებით აქ მმართველობა იწვევს უკვე რეაქციას და ამის მაგალითი არის ის 10 დღიანი სისხლისღვრები, რომელიც მათ მოაწყეს რუსთაველს და რომელიც მერე შეწყდა. იმიტომ შეწყდა, რომ იწვევდა ბევრად დიდ და მძაფ რეაქციას ხალხისგან და რეჟიმმა თვითონ იგრძნო, რომ ესე თუ გააგრძელებს, მისი საქმე უფრო უარესად იქნება. ესე იგი, პრობლემა რაში მდგომარეობს? გაგრძელდება ჩვენი მართვა რეპრესიებით, მაგრამ რასაც ეძახიან უფრო ფართო რეპრესიებით, ჯარიმები, რაღაცა დაშინება, ასე შემდეგ შეთვლა, რომ აი რაღაც არ გააკეთოს, სამსახურიდან გააშვება საჯარო მოხელეების, მაგრამ ამას ასევე ახლავს ის რისკი, რომ ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ ერთგულება არ აგვაქვს სისტემის მიმართ, ერთ-ერთი დღეს შეიძლება მარტივად ჩამოიშალოს. ძალიან რთულად არ გამომივიდა იმედია. მეც ესე ვფიქრობ, რომ თვითონ ზოგადად დიქტატურას და ავტორიტარიზმი ძვირი უჯდებათ. ანუ ძვირია რა, მაგის შენახვა და ამისთვის დიდი რესურსი უნდა გქონდეს, როგორც ადამიანური, ისე ალბათ ინფრასტრუქტურა ზოგადად ქვეყანაში ლოჯისტიკური და არ მგონია რომ ქართულ ოცნება ამდენად ძლიერი გუნდი იყოს. როგორადაც თვითონ სახავენ თავს და მართლა შეიძლება რომ ამ გრძელვადიანი პროტესტის ფონზე, ამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონზე ნელ-ნელა დაიწყოს ისეთი რღვევები, რომელიც უკვე გარეთაც გამოჩნდება, თორე დარწმუნებულად შიგნით ათოს პრობლემა ექნებათ უკვე დაწყებული. რა ვიცი, მე იმას ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთი არ ვართ, უბრალოდ მენტალურად და გენეტიკურად არ ვართ და ის რაც რუსეთში ხდება, რომ ფაქტობრივად ეხლა ადამიანებს ხვდები, ვისაც რუსეთთან რაღაც კავშირი აქვს, მიდიან, მოდიან, ან ბევრი წელი აქ ცხოვრობენ, ესეთი ბევრია, ხო, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ისინი ბოლოს მეუბნებიან, რომ აი ფაქტობრივად ჩრდილო კორეაა რა. ყველაფერი შეზღუდულია, YouTube-ის, ინტერნეტი, Facebook-ი აღარ აქვს. ეხლა რაღაც VPN-ი თუ იმითი ვინც სარგებლობს, იმათაზეც კანონს იღებენ. ანუ ფაქტობრივად აბსოლუტური ინფორმაციული ვაკუუმი და დაშინება. მე როდის იყო უკრაინის ომი რო დაიწყო და რუსეთში გაწევებით რაღაცები დაიწყეს, მაშინ ნახე ერთი კადრი ერთი, რა ვიცი, 500 კაცი გარბის მომიტინგეები რუსეთში. გარბიან და გონია რომ მოსდევს ამას ომონის მთელი ის. და ერთი ესეთ სუკანი ღიპიანი პოლიციელი მოსდევდა დუბინკი და ეს ამდენი ხალხი გარბოდა. აქ მე მგონი ეგეთი რამე არც მომხდარა და არც მოხდება არასოდეს რომ განა პოლიციის მიმართ პატივისცემა არ არსებობს. ჩვენ არ ვართ მშიშრები რა. ანუ ვერა შეიძლება გვეშინოს, შეიძლება ეხლა მე აქციაზე ვისდგას, ყველა არავინ არ ვართ დარწმუნებული ჩვენ თავს. ყველა ვიცით, მაგრამ სხვა აქ ვართ და სხვაგვარად არ წამყვით.
საქართველოს რუსეთად ვერ გადააქცევენ, შანსი არ აქვს. ამას კიდევ ერთ ფაქტს დავუმატებ, რომ გეოგრაფიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ერთი არის 10,000-ობით კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორიის მართვა, სადაც პოლიტპატიმა არის მოსკოვში, აბსოლუტურად უცხო არის იაკუტსკში მცხოვრები მოსახლეობით. უცხო არის. ის არის, ტელევიზორში არც ვერც გაიგებს, მაგრამ YouTube-ზე რომ წნახოს, არავითარი კავშირი იმ პირთან არ აქვს. საქართველო არის ახლოს, ძალიან ახლოს გადაჯაჭვული სოციალური ქსოვილი. ხო? სადაც ერთ ადამიანს რო დაჩაგრავ, ორ წუთში მოგივა ეს ამბავი შენი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველას მეზობლები, ყველას ნათესავები და ამიტომ სოლიდარობის შეგრძნება უფრო დიდი არის. ამიტომ ეგეთი რაღაცების გაკეთება აქ უფრო დიდი ფასი აქვს მაგას. იმიტომ რომ სულ ვარ დავრჩით 3,5 მილიონი და სოციალური სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო გვაქვს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამითმეთ ოღონდ ჯერა დამთავრებულა თქვენთვის მაქვს საჩუქარი. აჰა. რა არის? ესე იგი. ნახატია. ესეთი სიმბოლური საჩუქარი მაქვს, ნახატია კი. ვაუ, მაგარია. ვაი, მაგარია. თქვენი პორტრეტი, რომელიც ეს შენ დახატულია. ხო, მე დავხატე. ჩემს YouTube არხზე ვიწვევ მარტო ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, აი პიროვნულად რომ ძალიან მიყვარს და მე ესეთ საჩუქარი მინდა ხოლმე, იმიტომ რომ მინდა რომ ეს გქონდეს სამახსოვროდ ჩემს. ძალიან დიდი მადლობა. ფოტოს შერჩევაზე ზუსტად მინდოდა რომ შენი ხასიათი, შენი პიროვნება, შენი მე როგორც თქვენი ბოდიში, როგორც ხედავთ და როგორც აგრიგოთ ეს გამომეხატება. ძალიან დიდი მადლობა. სამახსოვროდ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აბა, კარგად გზამდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ და უსურვებთ ჩვენ ქვეყანას. და რა ვიცი, ვისურვებდი რომ ძალიან მალე დამდგარი იყოს ის წამი, როდესაც მართლა როგორც ეროვნული ნაკრები როგორ ერთიანებს ხოლმე და ძალიან რო გვიყვარს, აი ესე უკვე პოლიტიკური ერთიანობით და იმ რაღაცა დიდი საქართველოს იბერიის ქვეშ გავწყენებული ყავით. ეს არ არის სიმბოლური, ეს არ არის რაღაცა წარმოსახვითი ამბავი, შეიძლება შეგვიძლია და უბრალოდ დაჯერება გვაქვს რა. ვინც ვიჯერებთ, ბევრი ადამიანი დაუჯერებთ მათ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ირაკლი. წარმატება. დაელოდეთ ჩემს მომდევნო ეპიზოდს, დაელოდეთ ჩემს მომდევნო სტუმრებს და თავარი არის ასე ვთქვათ, ამ ვიდეოს და subscribe-ებს და გამოიწერთ თუ არა, აი ეს არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. თავარია რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები, კარგი მოქალაქეები, კარგი ოჯახის წევრები, მაქსიმალურად ჩვენი პასუხისმგებლობები შევასრულოთ და კულტურა, ღირებულებები, მორალი, ანუ ყველაფერი მნიშვნელოვანია, მოკლედ. შინაგანი თავისუფლება, შინაგანი სისუფთავე და ამას ვერ გავაკეთებთ ესე ძილით და რა ვქნა, ჩუმათებით. ეს ყველაფერი დიდი ენერგია ჭირდება, დიდი ძალისხმევა ჭირდება და რა ვიცი, რა გვაქვს დასაკარგი. მაქსიმუმი ჩავდოთ ჩვენ ცხოვრებაში და ვიყოთ რა, კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ, ესე გაგიმორჯოთ ქართველებო დროებით.